მოხუცებულებს წელის არეში ტკივილის გამო, რატო უჭირთ სიარული. ამის ყველაზე უხშირესი მიზეზი არის ხერხემლის წელის სეგმენტის არხის შევიწროება, ანუ სტენოზი. ხერხემლის არხი მდებარეობს ხერხემლის ძვლოვანი სტრუქტურის შუაში, მალთაშორისი დისკსა და ხერხემლის მალის მორწს შორის. აღნიშნულ არხში მდებარეობს თავის ტვინიდან მომავალი ნერვული წნული, რომელიც შემდეგ ნაწილდება მთელს სხეულში. ზოგადად ჯამთრ ხერხემლის არხის დიამეტრი უნდა იყოს დაახლოებით 15 მმ-დან 20 მმ-მდე, მაგრამ როდესაც ასაკის მატებასთან ერთად ხერხემალში ვითარდება მალების სახსრების ართროზი, ანუ სპონდილოართროზი, დისკოპათია, მალების ძვლის ტვინის ანთებით დეგენერაციული პროცესები, ეს ყველაფერი ავიწროებს ხერხემლის არხს, სადაც მდებარეობს ნერვული წნული. პაციენტი ამ დროს აღნიშნავს, რომ სიარულის დროს გაივლის თუ არა ის 10-დან 20 მეტრს, ატკივდება წელი, ფეხები და ერთმევა ძალა ქვემო კიდურებში. ამ დროს მან უნდა დაჯდეს რამე თუ ის ვერ აგრძელებს გზას. ხოლო მოსვენების შემდეგ პაციენტს შეუძლია გაიაროს კიდევ 10 ან 20 მეტრი. მკურნალობა ამ დროს უმრავლეს შემთხვევაში ნაკლებ ეფექტურია, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული ბერკეტების საშუალებით მოვახდინოთ პაციენტის ცხოვრების ხარისხის მომატება. ესენია ხერხემლის წელის მალების კორსეტირება და ფიზიოპროცედურები, კერძოდ მაგნიტოთერაპია, ტეკაროთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია. ეს ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი გვეხმარება ხერხემლის არხის შეშუპების პროცესის მართვაში და პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში.